ირანის რეჟიმს აღარ დარჩა ადგილი, სადაც დამალვა შეუძლია. მისი საჰაერო თავდაცვა განადგურებულია და აშშ-მ მიაღწია საჰაერო უპირატესობის ისეთ დონეს, როგორიც აქამდე ოპერაცია ეპიკური რისხვის დროს არ ყოფილა. როგორ ვიცით ეს? B-52-ები ცაში არიან და ისინი ხმელეთზე დაფრინავენ. ისინი აგდებენ რაღაცას, რისგანაც ირანი ვეღარ აღდგება და ამას ისევ და ისევ აკეთებენ, რათა გამოიწვიონ ჯაჭვური რეაქციის კოლაფსი. ამ წუთებში ირანის თავზე ცეცხლის ბურთებია, რადგან B-52-ები ირანის ბოლო ბუნკერებს სრულ განადგურებამდე ეძებენ. ეს ამერიკის საჰაერო სტრატეგიაში უზარმაზარი ცვლილებაა. და ეს არავინ ნაკლებმა ვიდრე გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარემ, აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალმა დენ კეინმა გამოაცხადა. 31 მარტის ბრიფინგზე თავდაცვის დეპარტამენტში კეინმა განაცხადა, რომ აშშ იმდენად დარწმუნებულია საჰაერო უპირატესობაში, რომელიც ირანის ცაზე მოიპოვა, რომ კამპანიის განმავლობაში პირველად B-52 ტიპის ბომბდამშენებს ხმელეთზე აგზავნის. ეს ცივი ომის ეპოქის ბომბდამშენები, რომლებიც 1961 წელს შევიდა ექსპლუატაციაში, აშშ-ს საშუალებას აძლევს ირანის ბირანის ბუნკერებსა და სამხედრო ობიექტებზე უფრო ინტენსიური დაბომბები განახორციელოს, ვიდრე ოდესმე. და ისინი ფრენას იმიტომ ახერხებენ, რომ ოპერაცია ეპიკური რისხვის პირველმა 30 დღემ იმდენად კარგად დაანგრია ირანის მიერ აშენებული მრავალფენიანი საჰაერო თავდა. კეინმა ეს ყველაფერი ძალიან ნათლად განმარტა თავის განცხადებაში, როცა თქვა: საჰაერო უპირატესობის ზრდის ფონზე ჩვენ წარმატებით დავიწყეთ პირველი სახმელეთო B-52 მისიის განხორციელება, რაც საშუალებას გვაძლევს გავაგრძელოთ მტერზე ზემოქმედება. ამ სახმელეთო მისიებში გამოიყენებოდა GBU-31 ტიპის ბუნკერსანგრევი საბრძოლო მასალები, რომლებიც 2000 ფუნტიან გამანადგურებელ ძალას ატარებენ. ეს ბომბები ამჟამად ისპაჰანის მნიშვნელოვან ობიექტებზე ეშვება, როგორც მალე გაიგებთ, თუ ყურებას გააგრძელებთ. BBC იუწყება, რომ დაკვირვებულმა სამხედრო დამკვირვებლებმა შესაძლოა შეამჩნიეს, რომ მსგავსი რამ ახლოვდებოდა. ამბობენ, რომ ამერიკული კამპანიის ამ ბოლო ეტაპის მინიშნებები შეინიშნებოდა RAF ბარეფორტში, სადაც B-52 ტიპის ბომბდამშენები ირანზე თავდასხმისთვის მზადების მიზნით განლაგდა. რამდენიმე დღით ადრე, სანამ კეინმა გააკეთა თავისი განცხადება, როგორც BBC ამბობს, B-52-ები და სხვა თვითმფრინავები ამ ბრიტანული ავიაბაზიდან აფრინდებოდნენ იმავე ტიპის ჯეიდამებით დატვირთულები, რომლებიც ახლა ირანზე იკრება. აშშ-მა ასევე გადაინაცვლა დინამიკური სამიზნეების განსაზღვრის სტრატეგიაზე, ამ ხელს კეინი, რაც ნიშნავს, რომ ყველა თვითმფრინავს ფრენისას ახალი სამიზნეები ეძლევა და ზოგ შემთხვევაში მათ თვითონვე ევალებათ სამიზნეების პოვნა და შეტევა. ამ ყველაფრიდან ჩანს, რომ აშშ-ს ირანზე აღარ აქვს უბრალოდ საჰაერო უპირატესობა, მას აქვს საჰაერო ბატონობა. საბოლოოდ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც B-52-ები ირანში გამოიყენეს. ოპერაცია ეპიკური რისხვის დაწყებიდან უკვე მარტის 4-ში Military Times იუწყებოდა, რომ აშშ-მ თავისი უძველესი ბომბდამშენი გამოიყენა ირანზე თავდასხმისთვის. მაგრამ თუ ასეა, მაშინ რა ხდის იმას, რასაც ახლა ვხედავთ, ასეთ მნიშვნელოვანს? პასუხი არის რაღაც, რამაც ირანი შეცვალა და ეს ცვლილება ჩანს ერთ საკვანძო სიტყვაში, რომელიც კეინმა გამოიყენა, როდესაც გამოაცხადა მეტი B-52 ბომბდამშენის ხმელეთზე გადაფრენა. ადრინდელი B-52-ები აღჭურვილი იყო დისტანციური საბრძოლო მასალებით, როგორიცაა AGM-178 ჯაზმერის ფრთოსანი რაკეტა და არა იმ ბომბებით, რომლებიც ახლა ირანზე აგდებენ ბეტონის გამტეხი ბომბების სახით. ეს ნიშნავდა, რომ აშშ-ს ჯერ კიდევ სიფრთხილე სჭირდებოდა თავისი ძველი ბომბდამშენების გამოყენებისას, ოპერაცია ეპიკური რისხვის ადრეულ ეტაპზე. მათ სჭირდებოდათ დისტანციიდან შეტევა, ვიდრე ძალიან ახლოს მისვლა. რაც სავარაუდოდ ადრე ხდებოდა, იყო ის, რომ ამერიკული უხილავი გამანადგურებლები, როგორიცაა F-35 და F-22, რომლებიც სენსორებით იყვნენ აღჭურვილნი, პოულობდნენ უსაფრთხო საჰაერო კორიდორებს B-52-ებისთვის, რომლებიც შემდეგ ჩადიოდნენ, აწვდიდნენ საბრძოლო მასალას და სწრაფად ტოვებდნენ ტერიტორიას, სანამ ირანის საჰაერო თავდაცვა მათ მიაწვდებოდა. ეხლა სიტუაცია განსხვავებულია. B-52-ები დაფრინავენ ხმელეთზე, რაც ნიშნავს, რომ ისინი ღრმად იჭრებიან ირანის საჰაერო სივრცეში, ქვეყნის შიგნით. საჰაერო უპირატესობა, რომელმაც ადრე B-52-ების დარტყმების შესაძლებელი გახადა, გადაიზარდა საჰაერო ბატონობაში, რაც ამ ხმელეთზე განხორციელებულ დარტყმებს შესაძლებელს ხდის. და ირანში არის ერთი ქალაქი, რომელიც B-52-ების გამოყენების შემდეგი ეტაპის ტკივილს ყველაზე მეტად გრძნობს. ისპაჰანი. ქალაქი უკვე ცნობილია, როგორც მიწისქვეშა ბირთვული ობიექტების მდებარეობის ადგილი, რომელსაც აშშ-მ წარსულში მასიური ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბებით დაარტყა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ აშშ-მ გამოიყენა B-2 სპირიტის სტელს ბომბდამშენები, რომლებიც აღჭურვილი იყო 30000 ფუნტიანი მასიური ორდნანსის გამტეხი ბომბებით, რათა გაენადგურებინა ისპაჰანის ბირთვული ობიექტები ოპერაცია შუაღამის ჩაქუჩის დროს 2025 წლის ზაფხულში. ამ ობიექტებმა საკმარისად გადაიტანეს დარტყმები, რომ ისპაჰანი სავარაუდოდ იმ ადგილად დარჩა, სადაც ირანს ჯერ კიდევ აქვს გამდიდრებული ურანი, რომელიც შეიძლება ბირთვული არ არის შესაქმნელად იქნას გამოყენებული. მაგრამ ამ ბირთვული ობიექტების გარდა ისპაჰანში მდებარეობს რამდენიმე სხვა სამხედრო კვანძი და სწორედ მათზე ვხედავთ ახლა, როგორ ესხმიან თავს აშშ-ის B-52-ები, როცა ისინი უფრო ღრმად შედიან ხმელეთის ტერიტორიაზე. ეს კადრებში ჩანს. ირანიდან ვრცელდება რამდენიმე ვიდეო, სადაც ჩანს ბომბდამშენების იერიშები, რომლებიც აფეთქებების ჯაჭვურ რეაქციებს იწვევს ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქში. AP News-მა გაავრცელა ამ ვიდეოების კომპილაცია, რომლებიც ყველა გადაღებულია თვითმხილველების მიერ ქალაქში. 40 წამზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენ ხედავთ ერთსა და იმავეს კლავ და კვავ.
დამანგრეველი აფეთქებები უზარმაზარ ცეცხლის ბურთებს ცაში ისვლის, რასაც თან ახლავს კვამლის დიდი ღრუბლები. ზოგ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ აფეთქებების მთელ ჯაჯურ რეაქციებს, რაც ან მრავალი ბომბის ჩამოგდებას, ან მიწაზე განადგურებული საბრძოლო მასალის მეორად აფეთქებებს მიუთითებს. აშშ-ში თავადაც არ ერიდება ამ კადრების გაზიარებას. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ის საკუთარ ანგარიშზე გააზიარა კადრები დარტყმების ჯაჭვური რეაქციიდან, რომლებიც მოკლედ ჩანს AP News-ის ვიდეოში. ვიდეოს ეს უფრო გრძელი ვერსია ასევე შესაძლოა აჩვენებდეს იმ სამიზნეების ტიპებს, რომლებზეც აშშ-ში ახორციელებს დარტყმებს მას შემდეგ, რაც B-52-ები ისპაჰანში განათავსა. აფეთქებების ზომისა და ხასიათის მიხედვით, სავარაუდოა, რომ ამერიკის ბომბები დაეცა გამაგრებულ მიწისქვეშა საბრძოლო მასალის საწყობს ირანის მნიშვნელოვან ქალაქში. ეს ნიშნავს, რომ გამოყენებულია ბუნკერების გამანადგურებელი ბომბები, რაზეც ახლავე ვისაუბრებთ. თუ ცოტა ხნით ისევ ისპაჰანს დაუბრუნდებით, იმ აზრს, რომ აშშ-ში ახლახან დაარქმნა ქალაქის ერთ-ერთ საბრძოლო მასალის საწყობს, თავისი B-52-ებით ამყარებს ის ფაქტი, რომ ისპაჰანში მდებარეობს უზარმაზარი სარაკეტო კომპლექსი. ბირთვული საფრთხის ინიციატივა აცხადებს, რომ ეს კომპლექსი ირანში სარაკეტო აწყობისა და წარმოების ყველაზე დიდი ობიექტია და ის 1980-იან წლებში აშენდა ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის დახმარებით. აქვეა, სადაც ირანმა შეიმუშავა შაჰაბ-4-ის სისტემა, რომელიც, როგორც დასავლეთში ბევრი ფიქრობს, შექმნილია ირანის შორმანძილზე მოქმედი იარაღის გასაშვებად. ბირთვული საფრთხის ინიციატივის განცხადებით, ირანი ასევე აწარმოებს M-კლასის რაკეტებს და ჩინურ HY-2 სილქორმებს ისპაჰანში. ეს ყველაფერი გვიჩვენებს, რომ ამ ირანულ ქალაქში მიწის ქვეშ უამრავი ასაფეთქებელი საბრძოლო მასალა ინახება. და ეს ისევ ბანკერბასტერებს ან გვაბრუნებს. ალ-ჯაზირას ინფორმაციით, აშშ-მ თავისი B-52 ბომბდამშენების რეისები მხოლოდ ისპაჰანზე არ შეზღუდა. თეირანი და კიდევ რამდენიმე ირანული ქალაქი ასევე გახდა სამიზნე, მათ შორის ქარაჯი, სადაც მრავალი სამრეწველო ზონაა განთავსებული. თუმცა სწორედ ისპაჰანზე ჩამოგდებულმა ბანკერბასტერებმა, სავარაუდოდ იმ 2000 ფუნტიანმა ბომბებმა, რომლებიც ადრე ვახსენეთ, მიიპყრო მთელი მედიის ყურადღება. იმ კადრებს მიღმა, რაც აქამდე გაჩვენეთ, ალ-ჯაზირა იუწყება, რომ აშშ-ში თავისი ძლიერი ბანკერბასტერების რამდენიმე ცალი ისპაჰანის გარშემო მდებარე მთიან რეგიონებში ჩამოაგდო, რამაც კიდევ უფრო მეტი მეორადი აფეთქება გამოიწვია. სავარაუდოდ იმიტომ, რომ ირანის საბრძოლო მასალისა და რაკეტების მარაგები ცეცხლში გაეხვა. იგივე წყარო ამატებს, რომ აშშ-ში საჰაერო დაბომბების კამპანიამ ასევე მოიცვა ირანის ინდუსტრიული ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ობიექტები, როგორიცაა ფოლადის საწარმოები, პეტროქიმიური ქარხნები და თუნდაც ბირთვული ობიექტები. ასე რომ აშშ-ში მხოლოდ სამხედრო ობიექტების დაბომბვიდან გადადის იმაზე, რომ თავისი B-52-ებით ირანის საწარმოო შესაძლებლობებსაც ანადგურებს. ოპერაცია ეპიკური რისხვა უფრო გამოფიტვის კამპანიად გადაიქცა და B-52-ები ამ პროცესის ცენტრში არიან. თუმცა ისინი შეიძლება კიდევ ერთი მოვლენის ცენტრშიც აღმოჩნდნენ, რაც ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მაგრამ სანამ ამას მივადგებით, თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ასეთი ტიპის ანალიზი გსურთ იხილოთ, დარწმუნდით, რომ აღზე გამოწერილი ხართ. დაუბრუნდეთ იმას, რასაც ისპაჰანში არავინ ელოდა. ადრე ვახსენეთ, რომ ისპაჰანი, როგორც ჩანს, ყველაზე სავარაუდო ადგილია გამდიდრებული ურანის შესანახად. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ირანი ინახავს ამ ურანს, რათა შეინარჩუნოს ბირთვული ბინძური ბომბის შექმნის მუქარ. ირანს თითქმის 1000 ფუნტი ასეთი ურანი აქვს, რომელიც გამდიდრებულია 60%-მდე ასაფეთქებელი U-235 იზოტოპით და მას აღარ ჭირდება ბევრი დამუშავება, რომ მიაღწიოს 90%-იან გამდიდრების დონეს, რაც ბირთვული ბომბის დასამზადებლად არის საჭირო. აშშ-ში არ სურს, რომ ირანს კონდეს ეს ურანი. ის იმდენად სურს ირანის ბირთვული შესაძლებლობების მოშლა, რომ უკვე ვრცელდება ხმები თითქოს აშშ-ში ამზადებს გაბედულ სახმელეთო კამპანიას, რომლის ფარგლებშიც ისპაჰანში სპეციალური დანიშნულების ძალების გადასხმა იგეგმება. ამ ხმების მიხედვით, ამ ჯარისკაცების მიზანი იქნებოდა ირანის ურანის ამოღება ქალაქის მიწისქვეშა ბირთვული ბუნკერიდან და შემდეგ სწრაფად დატოვებდნენ ტერიტორიას, ვიდრე მის დაკავებას შეეცდებოდნენ. ეს გაბედული გეგმა, რომელიც უამრავ საფრთხეს შეიცავს. ოველი წუთი, რომელსაც აშშ-ის ჯარები ისპაჰანის ობიექტზე გაატარებენ, იქნება წუთი, როცა ისინი ირანის რაკეტებისა და დრონებისთვის დაუცველები იქნებიან. აი სწორედ აქ ერთვებიან საქმეში B-52-ები. Ynet News-ი ამტკიცებს, რომ ისპაჰანში დარტყმებს თანდევი ფეიერვერკები კარგია, მაგრამ შესაძლოა ისინი ამერიკის ნამდვილი მიზნების დაფარვას ემსახურებოდეს. ის ვარაუდობს, რომ ახლა ქალაქში, რასაც ვხედავთ, შეიძლება იყოს აშშ-ის ერთობლივი მცდელობა, ეფექტურად დამარხოს ისპაჰანში შენახული გამდიდრებული ურანი. იდეა ისაა, რომ გამოიყენონ ბუნკერსანგრევი ბომბები, როგორიცაა B-52-ებზე დაყენებული, რათა დაანგრიონ გვირაბები, რომლებიც ირანის ურანის საცავებთან მიდის. თუ აშშ-ში ამას შეძლებს, ამბობს Ynet-ი, ეს ობიექტები ირანისთვის 1 წლის ან მეტ ხანს მიუწვდომელი გახდება, რაც თავის მხრივ ნიშნავს, რომ აშშ-ს აღარ მოუწევს სპეციალური ძალების გაგზავნა საშიში მასალის გამოსატანად. ეს თეორია უფრო და უფრო აზრიანი ხდება, რაც უფრო მეც ფიქრობ მასზე. ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულებების მიხედვით, ყველა ბუნკერსანგრევი ბომბა მიზნად ისახავდა აფეთქებად ობიექტებს, მაგალითად, ირანის საბრძოლო მასალის საწყობებს. ის ბომბები, რომლებიც ისპაჰანის გვირაბების ქსელის ჩამოშლას ემსახურებოდა, ბევრად უფრო რთული შესამჩნევი იქნებოდა. ისინი მიწის ქვეშ შეაღწევდნენ და აფეთქდებოდნენ, რაც აშკარა შედეგებს გამოიწვევდა, თუ ახლოს იქნებოდით ობიექტთან. მაგრამ როდესაც გვირაბები ინგრევა, ცაში უზარმაზარი ცეცხლის ბურთები არ ჩნდება. რა თქმა უნდა, ნახავთ კვამს და ნამსხვრევებს, მაგრამ არა ფეიერვერკებს.
შეიძლება ის B-52-ის დარტყმები, რომლებმაც სათაურები დაიკავეს, მხოლოდ საფარი იყო იმისთვის, რაც სინამდვილეში ASHS-მ B-52-ები ისპაჰანში სხვა მიზნისთვის გაგზავნა. Ynet ასე ფიქრობს. მათი მტკიცებით, ამერიკელმა ბომბდამშენებმა თავიანთი დარტყმები ისე შეათანხმეს, რომ გვირაბები დაანგრიეს ისე, რომ თავად ურანი არ გაანადგურეს. როგორც ეს წყარო ამბობს, ურანი ახლა 100 მეტრის, ანუ თითქმის 330 ფუტის სისქს მყარ-ქანქვეშ არის ჩაკეტილი. შეიძლება მომდევნო დღეები გამოავლენს, რომ ASHS-მ ბევრად მეტი მიაღწია, ვიდრე ის უკვე შთამბეჭდავი და აშკარა შედეგები, რაც აქამდე ვიხილეთ. ირანი თავის მხრივ ცდილობს უპასუხოს ამერიკის B-52-ების იერიშს ისპაჰანში. Times of India-მ 31 მარტის ანგარიშში იერიშებზე განაცხადა, რომ ირანმა თავდასხმებზე პასუხად ისრაელის მიმართულებით რაკეტების მასიური გასროლა განახორციელა, თუმცა მათი უმეტესობა ჩამოაგდეს ან ღია ტერიტორიებზე დაეცა და მსხვერპლის შესახებ დაუყოვნებელი ცნობები არ გავრცელებულა. Al Jazeera სხვაგვარადი უცბება 1 აპრილის ანგარიშში, სადაც ნათქვამია, რომ ირანიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებულმა ბალისტიკურმა რაკეტამ მიზანს მიაღწია და შედეგად 16 ადამიანი დაშავდა. ირანი კვლავ ცდილობს გააგზავნოს მესიჯი, რომ უკან დახევას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ B-52-ები უპრობლემოდ დაფრინავენ მის თავზე. თუმცა რამდენად რეალურია ეს მესიჯი სადავოა, რადგან ASHS-ში ახლა ამტკიცებს, რომ ირანი ცეცხლის შეწყვეტას ცდილობს. სანამ ამაზე გადავიდოდეთ, უნდა უპასუხოთ კითხვას, როგორ არის ეს ყველაფერი შესაძლებელი? ირანის საჰაერო თავდაცვის ქსელის განადგურების შესახებ უკვე ფართოდ გავრცელდა ინფორმაცია. ოპერაცია ეპიკური რისხვისა და ოპერაცია მგერავი ხაზის დაწყებიდან ერთი კვირაც არ იყო გასული, როდესაც ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებდნენ, რომ ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემების 80% განადგურებული იყო. ეს კარგი დასაწყისი იყო, მაგრამ საჰაერო უპირატესობისთვის საკმარისი არ იყო. საჭირო იყო იმ სახმელეთო B-52-ის იერიშებისთვის, რასაც ახლა ვხედავთ. ეს კარგი დასაწყისი იყო, მაგრამ საკმარისი არ იყო იმ საჰაერო უპირატესობისთვის, რაც ახლა სახმელეთო B-52-ის იერიშებისთვის არის საჭირო. ამიტომ ASHS-ი და ისრაელი აგრძელებენ მის ეტაპობრივ გამოფილვას. მარტის 10-ისთვის ქეინი იუწყებოდა, რომ ირანის საჰაერო თავდაცვის უმეტესობა მაღალი კლასის საზენიტო სარაკეტო სისტემებისა ამ ეტაპზე ფაქტობრივად აღარ არის მნიშვნელოვანი და დაამატა, რომ ASHS-ის გამანადგურებელი თვითფრინავები ახლა შედარებით თავისუფლად დაფრინავენ. ეს ირანისთვის სერიოზული პრობლემაა. გამანადგურებელი თვითფრინავების დაუსჯელობა გადაიქცა დაუსჯელობად ბევრად უფრო ნელი და დიდი. B-52 ბომბდამშენებისთვის, რადგან ამ თვითფრინავებს შეუძლიათ ირანის ყველაზე თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემების განადგურება. ირანს მართლაც ჰქონდა საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებსაც B-52-ის ჩამოგდება უნდა შესძლებოდათ. Power 363, რომელიც ირანმა თავად დააგო, თითქმის 200 მილის მაქსიმალური აღმოჩენის დიაპაზონი აქვს, რაც ბევრად აღემატება B-52-ის 50,000 ფუტიან ფრენის ჯერს, როგორც არმი ტექნოლოგია აღნიშნავს. ეს 300 PMU-2 ის საჰაერო თავდაცვის ბატარეები, რომლებიც ირანმა რუსეთიდან შეიძინა, ასევე უნდა შეეძლოთ ამერიკის მოძველებული ბომბდამშენის დამიზნება. პრობლემა ისაა, რომ ამას ვერ ახერხებენ. და მიზეზი, რის გამოც ამას ვერ ახერხებენ, ისაა, რომ თითქმის ყველა ისინი განადგურებულია. ASHS-ში ახლა იმდენად დარწმუნებულია საჰაერო უპირატესობაში, რომ B-52-ებს შეუძლიათ ირანში თითქმის ყველგან იფრინონ შიშის გარეშე. ვამბობ თითქმის, რადგან ირანში დარჩება საჰაერო თავდაცვის ცალკეული კერებიც. იქნება ეს მიწაზე დაფუძნებული სისტემები, თუ მხარზე გადასატანის საზენიტო კომპლექსები, ეს კერები მაინც შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს. მაგრამ სწორედ აქ ეხმარება უპრობლემოდ მფრენი გამანადგურებელი თვითფრინავები ლირინავები. სენსორები დახჭურულებს შეუძლიათ ამ საფრთხეების აღმოჩენა და განადგურება, ან სულ მცირე ინფორმაციის მიწოდება B-52-ის პილოტებისთვის, რათა მათ იცოდნენ ირანის რომელი ტერიტორიები უნდა აირიდონ. ცხადია, ირანში, ისპაჰანში რეალური საჰაერო თავდაცვა აღარ დარჩენიათ. ამ ქალაქში B-52-ების მიერ განხორციელებული დარტყმების სერია ამის მტკიცებულებაა. B-52-ის მოდერნიზაცია მათ შეიძლება ხელი შეუწყო იმ სახმელეთო დარტყმებს, რომლებსაც ახლა ვხედავთ. თავარია მათ შორის რადარის მოდერნიზაციის პროგრამა, რომელიც ASHS-ში საჰაერო ძალებმა შეიმუშავეს მოძველებული ბომბდამშენისთვის. Business Insider-ის თქმით, რადარის განახლება, რომელსაც B-52 იღებს, მას უფრო ეფექტურს ხდის ელექტრონული ომის ტექნიკების წინააღმდეგ, რაც ირანის თავდაცვის შესაძლებლობებს კიდევ ერთი იარაღს ართმევს. პირველი სატრანსპორტო ფრენა B-52-ის ამ ახალი რადარის სისტემით 2025 წლის დეკემბერში შედგა, ასე რომ ბომბდამშენები, რომლებიც ამჟამად ირანის საჰაერო სივრცეში დაფრინავენ, შესაძლოა ამ სისტემით იყვნენ აღჭურვილი. ეს ყველაფერი ირანისთვის ნიშნავს იმას, რომ ბომბდამშენი, რომლის განადგურებაც მის ფენოვან საჰაერო თავდაცვით ქსელს უნდა შეძლებოდა, ახლა თავისუფლად დაფრინავს სადაც უნდა, რადგან ეს ქსელი აღარ არსებობს. ეს უკვე პრობლემას წარმოადგენდა მაშინაც კი, როდესაც B-52 გამოიყენებოდა როგორც დისტანციური საბრძოლო მასალის მატარებელი. 70,000 ფუნტიანი თვითამწეობით, ამერიკის უძველესი ბომბდამშენი ერთ ჯერზე უფრო მეტ ცეცხლის ძალას ატარებს, ვიდრე ქვეყნის საჰაერო არსენალში ნებისმიერი სხვა. მაგრამ ახლა ეს უზარმაზარი თვითამწეობა ერთიანდება იმ მრავალმხრივ შესაძლებლობებთან, რაც B-52-ს ასე ცნობილს ხდის. ASHS-ში საჰაერო ძალები თავად აცხადებს, რომ B-52-ს შეუძლია გაუშვას იარაღის ყველაზე ფართო სპექტრი. ASHS-ის არსენალში არსებული ნებისმიერი თვითფრინავიდან და ამასთან ერთად მეტი რაოდენობითაც მიიტანოს. გრავიტაციული ბომბები, ზუსტი მართვის რაკეტები, ჯეიდამები, ბუნკერების გამანადგურებლები, კლასტერული ბომბები, ნაღმები და თუნდაც ბირთვული ქობინები შეიძლება ჩაიტვირთოს ამ მონსტრ თვითფრინავში. ამიტომ, როდესაც B-52-ები დაფრინავენ ირანის თავზე, ირანი არასდროს იცის, რა პრობლემას შეხვდება შემდეგ. ადრე ოპერაცია ეპიკური რისხვის დროს ეს იყო დისტანციური საბრძოლო მასალა.
ისპაჰანში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, როგორც ჩანს, ეს იყო ბუნკერების გამანადგურებლები. ხვალ შეიძლება რაღაც სხვა იყოს. არ არსებობს რეალური გზა გამოიცნო, სანამ ცეცხლის ძალა არ მოხდება მიზანში და ეს ირანის რეჟიმისთვის სერიოზული პრობლემაა. ზუსტად ასეთი რამისთვის აშენდა B-52. ეს არ არის მსოფლიოში ყველაზე თვალშისაცემი თვითმფრინავი. მას არავინ უყურებს იმავე აღფრთოვანებით, როგორც F-25-ის ან B-2-ის, რომლებიც ორივე ელეგანტურები, სტილურები და უხილავები არიან. მაგრამ ისინი ამერიკის საჰაერო ძალების სკალპელები არიან. B-52 კი ინგრევის ბურთია. და როდესაც ქვეყანას, როგორიცაა ირანი, საჰაერო თავდაცვის სისტემები თითქმის არ გააჩნია, ეს ინგრევის ბურთი შეიძლება ისევ და ისევ გამოიტანონ. მისი მრავალფეროვნება კი საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღოს ოპერაცია ეპიკური რისხვის დინამიკური დამიზნების ნაწილშიც, რასაც კეინი ამბობს, რომ აშეთეშჯო ახლა იწყებს განხორციელებას. ირანს აღარ დარჩა რეალური არჩევანი ამერიკის B-52-თან გასამკლავებლად. და სწორედ აქ შეიძლება ვიხილოთ ოპერაციის კიდევ ერთი ცვლილება. ჩვენ ადრე ვახსენეთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი ახლა ცეცხლის შეწყვეტას ეძებს, რადგან იცის, რომ ცაში B-52-ები არიან. მან Truth Social-ზე დაწერა ამის შესახებ და განაცხადა: ირანის ახალი რეჟიმის პრეზიდენტი, რომელიც ბევრად ნაკლებად რადიკალიზებულია და ბევრად უფრო ჭკვიანია ვიდრე მისი წინამორბედები, ახლახანს თხოვა ამერიკის შეერთებულ შტატებს ცეცხლის შეწყვეტა. ტრამპი ამბობს, რომ აშშ-ში განიხილავს ცეცხლის შეწყვეტას თუ ირანი ჰორმუზის სრუტეს კვლავ გახსნის, ასე რომ B-52-ების საბრძოლო გაფრენები მინიმუმ მანამდე გაგრძელდება, მაგრამ აქ ერთი მოულოდნელობაა. ზუსტად ისე როგორც მაშინ, როცა ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებები დაიწყო, ხოლო ირანი ამტკიცებდა, რომ აშშ-ში საკუთარ თავთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს. ირანის რეჟიმი ახლა ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტის თხოვნა არ ყოფილა. 31 მარტის ანგარიშში WM განაცხადა, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა რამა აბას არახჩიმ თქვა, რომ მისი ქვეყანა ცეცხლის შეწყვეტას არ ეძებს. რაც ირანს სურს, ეს არის მტრულობის სრული შეწყვეტა, გარანტიებთან ერთად, რომ მომავალში თავდასხმები აღარ განმეორდება და ანაზღაურება იმ ზიანისთვის, რაც აშშ-მ ოპერაცია ეპიკური რისხვის განმავლობაში მიაყენა. ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ აშშ-ში ამ პირობებს დათანხმდება, ასე რომ ალბათ ნებისმიერი შეჩერების იქნება ეს ცეცხლის შეწყვეტა თუ რამე უფრო მუდმივი, საუბარი ნაადრევია. ან იქნება ასე არ არის. კიდევ ერთი მოულოდნელი ცვლილებით, ტრამპმა განაცხადა, რომ შეიძლება საერთოდ არ იყოს საჭირო რაიმე შეთანხმება. 1 აპრილის ანგარიშში BBC ამბობს, რომ პრეზიდენტი მიიჩნევს, მისი ქვეყანა ირანში საქმეს მომდევნო 2 ან 3 კვირაში დაასრულებს. როგორც ჩანს, ეს ნიშნავს, რომ აშშ-ში სიამოვნებით გაიყვანს ჯას, როგორც კი დარწმუნდება, რომ ირანს ბირთვული იარაღის შექმნა არ შეუძლია. მიუხედავად იმისა, სურს თუ არა ირანის რეჟიმს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა. ჩვენ მათ უკან 15-დან 20-მდე წლით დავხიეთ. მათ არ აქვთ არც საზღვაო ფლოტი, არც არმია, არც საჰაერო ძალები, ამტკიცებს ტრამპი, და მხოლოდ ბირთვული საკითხი რჩება. შესაძლოა ამ კითხვაზე პასუხი B-52-ები იყოს. თუ მათი ბუნკერების გამანადგურებლები ირანის გვირაბების ქსელის ჩამოსაქცევად გამოიყენეს, როგორც უაინეტი ამტკიცებს, მაშინ ირანს შესაძლოა აღარ შეეძლოს თავისი გამდიდრებული ურანის ხელმისაწვდომობა. კიდევ 2 ან 3 კვირის B-52-ების დარტყმებმა შეიძლება გაანადგუროს საწარმოო ობიექტები და ცენტრიფუგები. ამასთან ერთად კიდევ უფრო მეტი ზიანი მიაყენოს სამხედრო ძალას, რომელიც როგორც ტრამპი ამტკიცებს, 10 წლეულებით უკან დაიხია. შეიძლება ახლა მხოლოდ ის გადარჩა, რომ B-52-ებმა ირანის ბოლო ბუნკერებით საბოლოოდ გაანადგურონ. თუ ისინი წარმატებას მიაღწევენ, შეთანხმებას აშშ-ისთვის დიდი მნიშვნელობა აღარ ექნება. B-52 შორსაა ერთადერთი ძველი საჰაერო პლატფორმისგან, რომელსაც აშშ-ში ახლა ირანში გამოიყენებს, როცა საჰაერო უპირატესობა მოიპოვა. 10 ვართოგებიც ირანს ისეთ ძლიერად ურტყამენ, რომ რეჟიმმა იფიქრა, სამყაროს დასასრული დადგაო. ხანგრძლივი პატრულირების შესაძლებლობებისასა და მრავალფეროვანი შეიარაღების კომბინაციით, ეს შეტევითი თვითმფრინავები ამჟამად ირანში მოქმედებენ. და ყველაფერს მათ შესახებ ჩვენს ვიდეოში გაიგებთ. თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ The Military Show, რომ ნახოთ ოპერაცია ეპიკური რისხვის შესახებ ჩვენი სხვა ანალიზები. მადლობა ყურებისთვის.